ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახავთ კიდევ ერთი ნიშანი ბრიუსელის მხრიდან ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, ის როგორც ჩვენ ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედების ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია. არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვის ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი დღეს სამწუხაროდ ამ ღირებულებას აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართული ხალხის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომელიც მათ აორგანიზებს, ფარველობს და მათ შორის აფინანსებს. ასე რომ აქ მთავარი პრობლემები ჩვენ უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა არის არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი.